200-ზე მეტი პარკის რეაბილიტაცია, 100 ჰექტარზე მოწყობილი სარეკრეაციო სივრცე და ტყის აღდგენითი სამუშაოები. დედაქალაქის მერიამ საზოგადოებას ბოლო წლებში გარემოს დაცვითი მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. თბილისის მერმა პრეზენტაცია ზღვის უბნის პარკში გამართა. ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში ნაგავსაყრელი იყო, ახლა დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული რეკრეაციული სივრცეა. თბილისში მწვანე სივრცეების მოწყობა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მერიის მთავარ პრიორიტეტად რჩება. კახა კალაძემ დღეს ახალი ინიციატივაც გააჟღერა ყველას, ვისაც გარემოს დაცვითი მიმართულებით კონკრეტული იდეა აქვს, ქალაქის მერი თანამშრომლობას თავაზობს. რეკრეაციული სივრცეების შექმნა, პარკების და სკორების მოწყობა და ტყის აღდგენის პროექტი კახა კალაძე მოსახლეობას გარემოს დაცვაზე ანგარიში ჩააბარა და დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც თბილისის მერიამ ამ მიმართულებით ბოლო წლებში განახორციელა. როგორც პრეზენტაციის დროს თბილისის მერმა თქვა, წლების განმავლობაში დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეებისთვის განკუთვნილი ტერიტორიების გასხვისება შენობების აშენების მიზნით ხდებოდა. მისი მერობის პერიოდში კი თბილისის მერიას ბევრი ასეთი ტერიტორიის კერძო პირისგან გამოსყიდვა მოუწია. ძალიან მიხარია და ამაყივა, რომ ჩვენი პოლიტიკით და განხორციელებული პროექტებით ჩვენ შევქმნით ქალაქში უამრავი მიზიდულობის სივრცე, მიზიდულობის ცენტრი, ყველა რეაბილიტირებული პარკი, ყველა რეაბილიტირებული სკვერი, ახალი შექმნილი პროექტები, ნახეთ, გადავსებულია ადამიანებით. ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს აღნიშნული პარკებით და სკვერებით. ზოგი ვარჯიშობს, ზოგი შვილიშვილებს ასე ირდებს. 2018 წლიდან დღემდე დედაქალაქში 2600-მდე პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა და მოეწყო 375 ჰექტარი რეკრეაციული სივრცე. 152 ჰექტარზე კი ტყის აღდგენის სამუშაოები ჩატარდა. ნამდვილად საამაყო პროექტია ზღვის უბნის პარკი, ასევე ლილოს დასახლებაში, სადაც არასდროს არ ყოფილა მასშტაბური სარეკრეაციო სივრცე, მოეწყო ულამაზესი პარკი, რომელიც თითქმის 1 ჰექტარს მოიცავს. იგივე ივერთუბანში, სადაც არასდროს არ ყოფილა სარეკრეაციო სივრცე, მოეწყო ძალიან ლამაზი პარკი და ახლობით 9 ჰექტარ ფართობზე. ასევე მინდა შევეხო მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც მერის ძალისხმევით განხორციელდა, ეს არის მზიურის წლების წინ გასხვისებული ტერიტორიის დაბრუნება ქალაქისთვის. დაახლოებით 1.5 ჰექტარი ტერიტორია დაუბრუნდა დედაქალაქს და მან განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე ავჭალის დასახლებაში ლიბანის ქუჩის მიმდებარედ, სადაც ასევე არასდროს არ ყოფილა სარეკრეაციო სივრცე, მოეწყო ლიბანის სკვერი დაახლოებით 1.5 ჰექტარზე. 60 მისამართზე ხორციელდება სხვადასხვა ტიპის სამუშაოები აღნიშნული მიმართულებით და რამოდენიმე მნიშვნელოვანს გეტყვით, ეს არის რა თქმა უნდა ყოველთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი ვერის პარკი, ჩვენი ისტორიული პარკი. ასევე უპრეცედენტო პროექტი არის სამხედრო ქალაქის პარკის მშენებლობა, რომელიც სამგორის რაიონში მდებარეობს. ამ ტერიტორიაზეც წლების განმავლობაში იყო მიტოვებული უსახური შენობები. ძალიან ბევრი სატყეო უბანი დეგრადირდა და ფაქტიურად დაკარგა ტყის სტატუსი. ჩვენ ჩავატარეთ სრული ტყის ინვენტარიზაცია და შეუდექით იმ ყველაზე პრობლემური ადგილების რეაბილიტაციას, თაწმინდის ფერდის პროექტი, რომელიც რეალურად კუსტბის ფერდიდან თაწმინდამდე ერთიანი სივრცის რეაბილიტაციას მოიცავს, თითქმის 700 ჰექტარი სივრცე, რომლის რეაბილიტაციაც უკვე პრაქტიკულად ბოლოში არის გასული, 400.000-მდე ნერგი დაირგო. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღევანდელი ღონისძიება ზღვის უბნის პარკში ჩატარდა და ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ახალი პარკი, რომელიც თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა, ნათელი მაგალითია თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის რეკრეაციული სივრცეების შექმნა. ყველამ ნახა, რამდენად შთამბეჭდავია შედეგები, არდა ციფრების მეტყველებს ყველაფერზე 2600 დაახლოებით პარკი და სკვერი მოეწყო. 650.000-ზე მეტი ნარგავი შეემატა ჩვენს დედაქალაქს. გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი, ყველა მიმართულებით არის შთამბეჭდავი შედეგები და თქვენ ასევე ხედავთ, როგორი გემოვნებით არის შესრულებული ყველა პროექტი. ამის ერთ-ერთი დასტური არის თემქის პარკი, სადაც ხელშეუხობებით. ფაქტია, რომ სადა დედამიწა არის, თუ კი შევადარებ ჩვენ თბილისის დღევანდელ მდგომარეობას გამწვანების ხრივ და ნახავთ, როგორი მდგომარეობა იყო რამდენიმე წლის წინ. დღესაც საუბარი იყო იმაზე, თუ რა გაკეთა ამ პერიოდში. ასე რომ თავად ესეც კი აჩვენებს,
თუ რა მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა და რაც მთავარია თითოეული მოქალაქე ხედავს რომ თბილისი აბსოლუტურად შეიცვალა, გამწვანებული არის. დღევანდელი დღე საკმაოდ სიმბოლურია იმ თვალსაზრისით, რომ გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია მოხდა ამ მნიშვნელოვან ადგილას ზღვის უბანში. ესეთი პროექტებმა რეალურად შექმნა ის სივრცე გარემოს დაცვითი, რომელიც აუცილებელი იყო დედაქალაქისთვის და რომელიც აუცილებელია თითოეული მოქალაქისთვის. კახაკალაძემ პრეზენტაციები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკასა და ჯანდაცვის პროგრამებზე უკვე გამართა. თბილისის მერია ასევე გეგმავს მოსახლეობას ანგარიში იმ პროექტებზე ჩააბაროს, რომელიც თბილისის მერიაში განათლების, კულტურის და სპორტის მიმართულებით განხორციელდა.